გამშვიდობისა. ერთი ლამაზი გოგოს თხოვნით, მოგიყვებით როგორია ერთი შაბათი გემზე. ნახოთ რა უნდა გაინტერესებთ. ეგ ჩვენი სამანქანო ლოგოების engine control unit-ია. რაღაც კანიაში გამოვიდა. ფილტრებს ტესტავენ ეგუსაც ყოველთვის ინსტრუმენტები ასე რომ ეს ჩვენაც ვიზამთ მაგას ცოტა მოგვიანებით როცა ხალხი ვარ, იმიტომ რომ მაგო ვენაით არის. მას გაიგონახებ. და პირველი რასაც ხედავთ ეგ light bulb battery charger-ია. ავტომატიური დატენის საშუალება, დამოხტვის საშუალება აკუმულატორების. იქიდან გამომდინარე რომ აი ყველაზე კომფორტული და ყველაზე უსაფრთხო მეთოდია თუ მუშაობს ხელსაწყო გამართულად. ამასა და იქიდან light bulb-ის გამოსვლა მომიწია ორივეს, იმიტომ რომ არ იყო მუშა მდგომარეობაში. თავარი რეგულაცია ის არის რომ მინიმუმ ერთმა აკუმულატორმა უნდა შეძლოს რომ light bulb-ის ძრავის დაქოქვა. მაგრამ თუ ხედავ ქვემოთ გადამწყვეტია აქ არის ბოუთან ორივე ნომერ 1, ნომერ 2 და ოფი ხილაკს დააწვევი და გადაიყვან რომელ ნომერზეც კიდე აი პატარა ხომ უნდა გაიგოს კაპის რო დაფიქსირდება ამ შემთხვევაში ნომერ პირველი აკუმულატორი გვაქვს არჩეული აი აქ ნახეთ search light-ი cabin light-ი position light and search light cabin light ხედავთ ეგ როგორც this განათება ასე ვთქვათ. Search lights მაინც განახებ რომ გავალგარეთ. კომპასი სახამი განათება მოგიწევთ თვითონ განათებს. აი ეგ search light-ია. შემოდან ლუკის გახსნა შეგიძლიათ რა. და ყველაფერს ისე დაანახო, თითქოს ხელის გულზე ხარ. და შემდეგ ეგ ამით შეგიძლია ადამიანი მოენახოთ თუ ვინმე გარეთ არიან. და დამატებით ამისა, რომ გიპოვან თვითონ აუსაბუნდებარეობა კანოპი ლაითია, ესე online position light-ი, პოზიციას რო აჩვენებს. ეგ ნაუსევიდან არის განთავსებული. აი ეს პატარა ათურა რო ეს ყოველთვის ანათებს. უმეტეს შემთხვევაში ზოგიერთ გემებზე სიმსიმეს, მაგრამ აქ მანათობელია. აკუმულატორებმა გაეშვა და რაღაც დაიმართა მათ. მეორე ვარიანტიც არის მისი გაშვების ავარიული მეთოდი. ამას spring starter-ი ქვია. როგორ აიცებ? აი ამ მომენტში აჩვენებს მწვანე ფერს თუ დააკვირდებით. როცა ავარიულად აკეთებ, ეგ ხელს უნდა აიღო ამას ვინ მიაერთო ასე რომ. აი triple hours გამოიყენებ უკვე როგორ აიცი ამას რომ გააკეთებ აქ ხერძია просто ქართულად არ მახსოვს რა ქვია რაღაც ტიპის გიარია რომელიც გადაუხდება შავს და შემდეგ უკვე რა საშუალებას რომ ის მოჭიმო ანუ დაზაბულობა გაზარდო და სარკეში ანუ თვითონ ინდიკაციის წერტილში გამოსება წითელი ხაზი წითელი ფერი просто ზოლი იქნება აი იმ ზოლის გამოჩენისას ხელსაწყოას ამინეული უნდა დააბრუნო უკან ძალიან საფრთხოა და შემდეგ წითელი ხილაკი რომელიც აქ იქნება უბრალოდ ლევას დააწვევი და ავარიულად გაეშვება გენერატორი ეგ იმისთვისაც საჭირო რომ ადგილობრივიდან კონკრეტულად გადაიყვანო დისტანციურზე და ხელოვნურიდან ავტომატიურზე რომ რამე შემთხვევაში ავერელ გენერატორი მისით ჩაერთოს გემზე უმეტესად ყოველდღე გემებზე სამი გენერატორი არა, ანუ სამი თავარი კოქტეილის წყარო. ისინი რომ გამოვიდნენ სამუშაო მდგომარეობიდან, ავარიული გენერატორი უნდა ჩაერთოს, რომ ავარიულ ხელსაწყოებს მიენიჭოს ეს ხელსაწყოებს ენერგია. კვირაში ერთხელ გვიწევს მისი გადასტოვა.
ჩართვა მამოძრავებაში ახლა როგორი მუშაობს, როგორი სიჩქარე ექნება და ყველაფერი. ეგ კიდე ნაწილობრივ ჩემი საქმეა. რეალობაში მეორე მექანიკოსის ერეოდეს ამ საკითხში მე სამე, მაგრამ აქ მხოლოდ ჩემი. ეგ რო თქვა სტერინგი არის ბოლჯონა გავდასოთ მე უნდა ოფსნა ყველაფერი რა არის. საინტერესო იქნება. აი პატარა სენსორს ხო ხედავთ აქ. არაფერი განსაკუთრებული არ არის. და პატარა კნოპკას ავითაობს რა. რასაც წამოწევ ჰაიდერში და განგაში გამავა. აი ეგ ადგილი წყლით ვაიუსოს. აი აქ არის ძალიან პატარა ბურთულა რომელიც აიწევა ზემოთ. ამ სკოლაში გაჩვენებს განგაში გამოგიშვებს ეგ ადგილი წყლით აიუსო მარცხენა მხარე. მე ხოლმე მიაქცევ ყურადღებას. ასეთივე არის მარჯვენა მხარეს და ავარიული საფრთხე ნაცვლის კუთხეში, რომელიც უნდა გავდესოთ ახლა. Personally, lamb's money. Starboard side light bulbs. ორივე ერთი ლეგივი ტიპის ამ გემზე. სახალისო სახელი ქვია Dragon 32. გემის სახალისოა, მაგრამ მაგრამ. წავა, შევიდეთ შეგეთ. თუ და გაინტერესა.